არსებობს ერთი ისტორია კარლ იუნგზე, რომელიც ადამიანთა უმეტესობას არასწორად ესმის. ერთხელ მასთან მივიდა ქალი, რომელიც ღალატისგან სრულად იყო განადგურებული. ის გაუჩერებლად იმეორებდა ერთსა და იმავე წინადადებას. არ მესმის, როგორ შეეძლო ჩემთვის ეს გაეკეთებინა. ის არ ტიროდა იმიტომ, რომ ვიღაცამ მოატყუა, ტიროდა იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც მან წარმოიდგინა, რეალურად არასოდეს არსებობდა. და იუნგმა შეამჩნია რაღაც შემაშფოთებელი. ტკივილი რეალობიდან კი არ მოდიოდა, არამედ ფანტაზიის კოლაფსიდან. რადგან სადღაც ძალიან ღრმად ადამიანის გონება აკეთებს რაღაც სახიფათოს იმ ადამიანებთან, ვისითაც აღფრთოვანებულია, ვინც უყვარს, ეშინია ან სურს, ის ავსებს ცარიელ ნაწილებს. ხვდები ვინმე თავდაჯერებულს და შენი ტვინი ვარაუდობს, რომ ის ლოიალურია. ხვდები ვინმე მიმზიდველს და შენი ტვინი ვარაუდობს, რომ ის კეთილია. ხვდები ვიღაცას, ვინც ერთხელ ემოციურად გაგიგო და უცებ იწყებ მთელი პიროვნების აშენებას მის გარშემო, რომელიც იქ არასოდეს ყოფილა. ადამიანების უმეტესობა არ არის ურთიერთობაში სხვებთან. ისინი არიან ურთიერთობაში პროექციებთან. და საბოლოოდ რეალობა მოდის როგორც დანა. არა ხმაურით, არამედ ჩუმად. დაგვიანებულ პასუხებში. ხუმრობაში შენიღბულ უპატილცემულობაში. მოულოდნელ დისტანციაში მას შემდეგ, რაც გამოსადეგი ავარხარ. იმ უცნაურ შეგრძნებაში, რომ ვიღაც გაფასებს მხოლოდ მაშინ, როცა მისთვის ემოციურად ხელმისაწვდომი ხარ. ალბათ გიგრძუნია ეს ადრე, ისე რომ ბოლომდე არ გირიარებია. ის მომენტი, როცა ნელ-ნელა აცნობიერებ, რომ ვიღაცის ვერსია შენს თავში უფრო თბილია, ვიდრე შენ წინ მდგომი რეალური ადამიანი. ეს გაცნობიერება გცვლის შენ, რადგან როგორც კი ამას ხედავ, იწყებ შემჩნევას, რამდენად ხშირად თამაშობენ ადამიანები საკუთარი თავის ვერსიებს, იმის მიხედვით, თუ ვისთან არიან. ლოიალური მეგობარი შენთან ერთად სხვა ოთახში სხვა ადამიანი ხდება. კეთილი ადამიანი უცებ სასტიკი ხდება, როგორც კი სოციალურ ძალაუფლებას იღებს. ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ სიმართლე უყვარს, თავდაცვაზე გადადის იმ წამს, როცა სიმართლეს ეუბნები. და ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი არის, რომ ადამიანების უმეტესობა გააზრებულად არ თამაშობს. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ისინი არიან ის ნიღაბი, რომელსაც ატარებენ. მოდი ილუზიები დავამსხვრიოთ. თუ შენ მუდმივად ელოდები უფასო მოტივაციასა და ცოდნას, შენს ტვინს უბრალოდ ართობ. ინფორმაცია, რომელშიც არანაირ ინვესტიციას არდებ, არ მუშაობს. მე არ მალავ ჩემს ფსიქოლოგიური არარებს ფასიანი კედლების მიღმა, მაგრამ პატრიონი არის ზღვარი, რომელიც ყოფს პასიურ მომხმარებელს მისგან, ვინც აფინანსებს საკუთარ ევოლუციას. თუ გინდა, რომ ეს სიტყვები შენს იარაღად იქცეს, აიღე პასუხისმგებლობა. ლინკი აღწერაშია. ვაგრძელებთ. კარლ იუნგს სჯეროდა, რომ ყველა ადამიანი ატარებს ჩრდილს, ანუ საკუთარი თავის დამალულ ნაწილს, რომლის აღიარებაზეც უარს ამბობს. და რაც უფრო მეტად გაურბის ადამიანი თავის ჩრდილთან დაპირისპირებას, მით უფრო ხელოვნური ხდება მისი პიროვნება. სწორედ ამიტომ გრძნობ თავს უცნაურად, ცარიელად ზოგიერთ ადამიანთან მას შემდეგ, რაც მათ საკმარისად დიდხანს იცნობ. იმიტომ რომ საბოლოოდ პერფორმანსი გაჭედვას იწყებს. ნიღაბი ცურდება და ერთი წამით ხედავ. დაუცველობას, შარმის მიღმა, შურს, მხარდაჭერის მიღმა, კონტროლს, სითბოს მიღმა. ადამიანებს არ ეშინიათ, რომ დაინახავენ, მათ ეშინიათ, რომ დაინახავენ სრულად. და ალბათ ამიტომ არის ადამიანების რომანტიზების შეწყვეტა ასეთი შემაშფოთებელი. რადგან ხვდები, რამხელა ნაწილი შენი ტანჯვისა მოდიოდა იმ ილუზიების სიყვარულიდან, რომლებიც შენმა გონებამ შექმნა მათთვის. ამ გაცნობიერების შემდეგ რაღაც შეუმჩნეველი იწყებ შეცვლას შენ შიგლით. წყვეთ მხოლოდ სიტყვების მოსმენას. იწყებ პატერნების, ანუ ქცევითი მოდელების შესწავლას. პატერნები კი ავლენენ იმას, რის დამალვასაც ადამიანები მთელ ცხოვრებას ანდომებენ. ამჩნევ, როგორ ხდებიან ზოგიერთები თბილები მხოლოდ მაშინ, როცა გრძნობენ, რომ უკანიხეო. როგორ ჩნდება პატივისცემა მოულოდნელად, დისტანციის შემდეგ. როგორ იზრდება ყურადღება იმ წამს, როცა წყვეთ მათ დევნას. შეუძლებელი ხდება ამის არ დანახვა. ადამიანის ქცევა ღრმად რეაქტიულია. უმეტესობა არ აფასებს იმას, რაც აწმოშია. ისინი აფასებენ იმას, რისი მოპოვებაც რთულად ეჩვენებათ. ამიტომ ხდება სიკეთის იგნორირება მანამ, სანამ ის არ გაქრება. სიკეთე საზღვრების გარეშე ჩუმად ასწავლის ადამიანებს, როგორ გამოგირენონ. და შემაშფოთებელია, რამდენად ადრე იწყება ეს პროგრამირება. ალბათ გინახავს ეს სკოლაში ისე, რომ არ გესმოდა. ყველაზე წვნარი ბავშვი ხდებოდა სამიზნე, მხოლოდ იმიტომ, რომ ითმენდა უპატივცემულობას.
თავდაჯერებული იღებდა აღთროვანებას მიუხედავად იმისა, რომ სხვებს ცუდად ექცეოდა. ის, ვინც მუდმივად ძირავდა თავს ყველასთვის, ნელ-ნელა უხილავი ხდებოდა. თითქოს ადამიანები ქვეცნობიერად ჯგუფდებიან ძალაუფლების გარშემო, ბევრად ადრე ვიდრე სურათში მორალი შემოდის. იუნგს სჯეროდა, რასაც ადამიანები საკუთარ თავში უარყოფენ, იმის პროექციას ახდენენ სხვებზე და როგორც კი პროექციას გაიგებ, სოციალური ცხოვრება ფსიქოლოგიურად შემაშფოთებელი ხდება. დაუცველები ადანაშაულებენ სხვებს ყურადღების ძიებაში. მათ უარები შეპყრობილები არიან ლოიალურობით, მაკონტროლებლები საკუთარ თავს დამცველებს უწოდებენ. ადამიანები, რომლებსაც მიტოვების ყველაზე მეტად ეშინიათ, ხშირად თავად ხდებიან ისინი, ვინც ემოციურად აღჭობენ სხვებს. ყველა ავლენს საკუთარ თავს საბოლოოდ, არა აღიარებით, არამედ გამეორებით. სწორედ ამიტომ გაცნობიერებულობა სამუდამოდ ცვლის შენს ურთიერთობებს, სხვათ იზოლირებული მომენტების განსჯას და იწყებ დროთა განმავლობაში თანმიმდევრულ ქცევაზე დაგვირვებას. თანმიმდევრულობა კი აშიშვლებს რეალობას. მეგობარი, რომელიც გიკავშირდება მხოლოდ ემოციური კრიზისების დროს, ადამიანი, რომელიც ფარულად გეჯიბრება ყოველ საუბარში. ურთიერთობა, სადაც შენი მოწყვლადობა რატომღაც ყოველთვის შენსავე საწინააღმდეგო იარაღად იქცევა მოგვიანებით. თავიდან ეს გაცნობიერებები გდგენს, შენს გონებას სურს დაიცვას ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, ვიშიც ემოციები ჩადე. ასე რომ შენ რაციონალიზებას უკეთებ ყველაფერს. უბრალოდ სტრესშია, არ უგულისხმია, უბრალოდ ასეთია. მაგრამ საბოლოოდ შენს გონებაში უფრო ბნელი ფიქრი შემოდის. რა მოხდება თუ შენ უპატივცემულობას გაუგებრობად თარგმნიდი მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანების დაკარგვის გეშინოდა. ეს კითხვა ყველაფერს ცვლის, რადგან ბევრი ურთიერთობა გადარჩება მხოლოდ უარყოფის და არა სიყვარულის ხარჯზე. უარყოფა ინარჩუნებს ოჯახების ფუნქციონირებას. განსაკუთრებით ქართულ სუფრებზე, სადაც ყველა ყველას ძმაა, მაგრამ ზურგს უკან ჭამენ ერთმანეთს. უარყოფა წლების განმავლობაში აცოცხლებს ტოქსიკურ მეგობრობებს. უარყოფა ინარჩუნებს ადამიანების ემოციურ მიჯაჭვულობას მათთან, ვინც უკვე დიდი ხანია შეწყვიტა მათი დაფასება. ურთიერთობების უმეტესობა არ მთავრდება მაშინ, როცა პატივისცემა ქრება. ისინი მთავრდება მაშინ, როცა გაცნობიერებულობა, ანუ awareness-ი ჩნდება და გაცნობიერებულობა ქმნის დისტანციას, არა ყოველთვის ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად. იწყებ განცალკევების შეგრძნებას ისეთ საუბრებში, რომლებსაც ადრე ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა. გარკვეული კომპლიმენტები ტრანზაქციულად ჟვერს. სითბოს გარკვეული აქტები სტრატეგიულად იგრძნობა და არა გულწრფელად. წყვეთ შარმით ჰიპნოზირებას და როგორც კი ეს ხდება, სოციალური დინამიკის იგნორირება შეუძლებელი ხდება. ამჩნევ, როგორ ჯიან ჯგუფები ჩუმად ავთენტურობას. როგორ გძნობენ თავს უხერხულად ადამიანები, როცა ვინმე უარს ამბობს თამაშზე. როგორ ემუქრება სიმართლე ზრდილობიან ტყუილზე აგებულ მთელ სოციალურ სტრუქტურებს. რადგან სოციალური სისტემების უმეტესობა სიმართლეზე არ არის აგებული. ისინი აგებულია ორმხრივ შეთანხმებაზე. შეთანხმებაზე, რომ არ თქვან ის, რასაც ყველა უკვე ხედავს. და ადამიანი, რომელიც პირველი არგოს ამ ილუზიას, ჩვეულებრივ თავად ხდება პრობლემა. ხედავ, როგორ მუშაობს ეს სისტემა. ილუზიის მსხვერპლობა ფსიქოლოგიური იარაღია. მე არ გთავაზობ ფარულ კონტენტს პატრიონზე, მაგრამ ეგ პლატფორმა არის თესტი. იქ შენ ამტკიცებ, რომ უბრალოდ კი არ უსმენ, არამედ აფინანსებ შენს ახალ იდენტობას. თუ თვლი, რომ დროა დატოვო პაიკების რიგები, შემოგვიერთდი ალიანსში. ლინკი აღწერაშია. მაგზელებთ. ეს არის ის უცნაური სასჯელი, რომელიც რეალობის ნათლად დანახვას მოჰყვება. შენი მანიპულირება უფრო რთული ხდება, მაგრამ ასევე უფრო რთული ხდება შენი სადმე მიკუთვნება. რადგან როგორც კი წყვეტ ადამიანების რომანტიზებას, იწყებ იმის გაცნობიერებას, სოციალური ცხოვრების რამხელა ნაწილია დამოკიდებული პერფორმანსზე. დააგვერდი, როგორ იცვლებიან ადამიანების სტატუსის მიხედვით. დაუცველები ზედმეტად დამთმობები ხდებიან ავტორიტეტთან. თავდაჯერებულები მოულოდნელად აგდებულად ექცევიან სისუსტეს. მორალიც კი იცვლება სოციალური ჯილდოს მიხედვით. ვიღაც საჯაროდ დაგმობს ღალატს, მაშინ როცა ფარულად თავად ღალატობს ადამიანებს. ვიღაც ქადაგებს პატიოსნებას, მაშინ როცა ფრთხილად აშენებს იმიჯს, რომელიც აღქმის გასაკონტროლებლად არის შექმნილი. და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ბევრი ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, რომ ამას აკეთებს. კარლ იუნგს ესმოდა რაღაც სასტიკი ადამიანის ბუნების შესახებ. ეგო დაიცავს საკუთარ იმიჯს თითქმის ნებისმიერ ფასად. ადამიანებს სულ სჯეროდეთ, რომ კარგები არიან. ამიტომ საკუთარ სიბნელესთან დაპირისპირების ნაცვლად ისინი ქმნიან ახსნას მისთვის.
სისასტიკე ხდება სიმართლის თქმა, მანიპულაცია ხდება სიყვარული, კონტროლი ხდება დაცვა, ეჭვიანობა ხდება წუხილი. ადამიანის გონება დამატერორებლად დახელოვნებულია საკუთარი ნამდვილი მოტივების შენიღბაში, განსაკუთრებით საკუთარი თავისგან. სწორედ ამიტომ ზოგიერთი ყველაზე საშიში ადამიანი არ არის ღიად ბოროტი. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც სრულად არიან დარწმუნებულნი საკუთარ უდანაშაულობაში. თუ საკმარისად დიდხანს გიცხოვრია, ალბათ შეგხვედრია ასეთი ტიპი. მეგობარი, რომელიც გამუდმებით გამცირებს შენსავე სასიკეთოდ. პარტნიორი, რომელიც გაგრძნობინებს თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ პირადი სივრცე გჭირდება. ადამიანი, რომელიც ქმნის ემოციურ ქაოსს და მერე თამაშობს დაჭრილს, როცა შენ ამაზე რეაგირებ. ისინი წოვენ შენს ენერგიას, თან ინარჩუნებენ მსხვერპლის იმიჯს. რადგან მსხვერპლად ყოფნა თავისთავად შეიძლება ექცეს ძალაუფლებად, იმ წამს, როცა ამას გაიგებ, შენი აღქმა ადამიანურ ინტერაქციაზე სამუდამოდ იცვლება. წყვეტ ფოკუსირებას მხოლოდ იმაზე, რასაც ხალხი ამბობს. იწყებ კითხვას, რა ემოციური შედეგი სურს ამ ადამიანს ჩემგან? ეს კითხვა თითქმის ყველაფერს ამხელს. ზოგს უნდა აღფრთოვანება, ზოგს უნდა მორჩილება, ზოგს უნდა ემოციური დამოკიდებულება, ზოგს უბრალოდ უნდა ვიღაც მასზე დაბლა, რომ დროებით გაექცეს საკუთარ არასრულფასოვნების განცდას. ადამიანები იშვიათად ეძებენ კავშირს ისე სუფთად, როგორც ამას ამტკიცებენ. ხშირად ისინი ეძებენ რეგულაციას, გზას, დაემშვიდონ ის სიცარიელე, რომელსაც მარტო ვერ უპირისპირდებიან. და სწორედ აქ იწყება რომანტიკის ილუზიის კოლაფსიც. რადგან ბევრი ურთიერთობა არ არის აგებული სიყვარულზე. ისინი აგებულია არაცნობიერ ფსიქოლოგიურ კონტრაქტებზე. მე გაგრძნობინებ თავს ღირებულად, თუ შენ მაგრძნობინებ თავს სასურველად. მე გადაგარჩენ, თუ შენ არასოდეს მიმატოვებ. მე აღფრთოვანდები შენით, თუ შენ დამიცავ მარტოობისგან. სწორედ ამიტომ იცვლებიან ადამიანები ასე მოულოდნელად, როგორც კი ემოციური ტრანზაქცია წყვეტს მათთვის სარგებლის მოტანას. არა იმიტომ, რომ ისინი ღამით სხვები გახდნენ, იმიტომ, რომ ნიღაბი მიბმული იყო პირობაზე და პირობები საბოლოოდ ყოველთვის ამხელენ საკუთარ თავს. ამას ყველაზე ნათლად ხედავ წარმატების, მარცხის ან ტრანსფორმაციის შემდეგ. გახდი წარმატებული და ფარული შური გამოჩნდება. გახდი მოწყვლადი და ფარული უპატივცემულობა ამოტივტივდება. დააწესე საზღვრები და ფარული ეგოიზმი გამოაჩენს თავს. არაფერი აშიშვლებს ადამიანის ბუნებას იმაზე სწრაფად, ვიდრე იმ როლის შეცვლა, რომელიც მათ მოგანიჭეს. წყნარი ადამიანი ხდება თავდაჯერებული, დამთმობი იწყებს არასთქმას, დაუცველი იწყებს განგურნებას. უცებ ის ადამიანები, ვინც ამტკიცებდნენ, რომ უყვათ ისინი, დისკომფორტს განიცდიან. რატომ? იმიტომ, რომ ზოგიერთი ურთიერთობა ქვეცნობიერად იყო აშენებული შენს სისუსტეზე. ადამიანებს ყოველთვის არ უყვართ ის, ვინც შენ ხდები. ზოგჯერ მათ უყვართ ის, ვინც იყავი მაშინ, როცა შენი მანიპულირება უფრო მარტივი იყო. და ეს გაცნობიერება არ გაძულებს კაცობრიობას. ის უბრალოდ აშორებს ფანტაზიას. როგორც კი ფანტაზია ქრება, მარტოობა სხვანაირად იწყებს შენში მუშაობას. არა უფრო მძიმედ, არამედ უფრო ბასრად. იწყებ იმის გაცნობიერებას, რომ ხალხით გარშემორთმულობა და გაგებულად ყოფნა სრულიად განსხვავებული გამოცდილებებია. ზოგიერთი ყველაზე მარტოსული ადამიანი ყოველდღე იღებს ზარებს, ტრიალებს ხალხმრავალ ოთახებში და აწარმოებს საუბრებს, მაგრამ მათ გარშემო არავინ ხედავს მათ ჭეშმარიტად, მათი გამოსადეგობის, იდენტობისა და მოლოდინების მიღმა. ალბათ გიგზმია ეს ისე, რომ არ იცოდი როგორ აგეწერა. ის უცნაური გამოფიტვა სოციალიზაციის შემდეგ. შეგრძნება, რომ შენ იქ იყავი ფიზიკურად, მაგრამ არა ფსიქოლოგიურად. თითქოს საათები დახარჯე საკუთარი თავის იმ ვერსიის თამაში, რომელიც ყველასთვის კომფორტული იყო, მაშინ როცა ნამდვილი შენ დამალული დარჩი. იუნგს ჯეროდა, რომ ყველაზე დიდი ტვირთი, რომელიც ბავშვმა უნდა ატაროს, მშობლების უცხოვრებელი ცხოვრებაა. მაგრამ იგივე პატერნი გრძელდება ყველგან ზრდასრულობაშიც. საზოგადოება აჯილდოებს ნირბებს ადრეულ ასაკშივე. იყავი დამთმობი, იყავი მიმზიდველი, იყავი წარმატებული, იყავი გამოსადეგი, იყავი ემოციურად მარტივად მოსანელებელი. ნელ-ნელა ადამიანები წვეტენ საკუთარი თავისთვის იმის კითხვას, თუ ვინ არიან სინამდვილეში და იწყებენ ბევრად უფრო საშიში კითხვის დასმას. ჩემი რომელი ვერსია მიიღება ყველაზე სწრაფად? და როგორც კი ადამიანი აშენებს თავის იდენტობას მიღებაზე, ავთენტურობა იწყებს მუქარად ჟღერადობას.
სწორედ ამიტომ ჭეშმარიტად საკუთარი თავის შემეცნებელი ადამიანები ხშირად მცდელობის გარეშეც კი უქმნიან სხვებს დისკომფორტს. მათი ყოფნა აშიშვლებს სხვების პერფორმანსს. ადამიანი, რომელიც აღარ ეძებს სასოწარკვეთილად ვალიდაციას, რთული სამართავი ხდება. ადამიანი, რომელიც კომფორტულადაა მარტოობაში, რთული სამანიპულაციოა. ადამიანი, რომელიც ხედავს ემოციური თამაშების მიღმა, წვეთს მათ კვებას. და ადამიანები ამას მაშინვე ამჩნევენ, თუნდაც ხმამაღლა არავინ თქვას. ამიტომ კარგავენ ზოგიერთები მეგობრებს მას შემდეგ, რაც ხდებიან უფრო თავდაჯერებულები, დისციპლინირებულები ან ემოციურად დამოუკიდებლები. ზრდა ცვლის სოციალურ ბალანსს. დაუცველი მეგობარი უცებ თავს არასრულფასოვნად გრძნობს. მაკონტროლებელი პარტნიორი კარგავს გავლენას. ყურადღების მაძიებელი აღარ იღებს მუდმივ დამშვიდებას. და ამ ყველაფრის მიღმა დგას შემაშფოთებელი სიმართლე, რომელთან დაპირისპირებასაც უმეტესობა გაურბის. ბევრი ურთიერთობა ერთად უჭირავს არა სიყვარულს, არამედ არაცნობიერ ორმხრივ დამოკიდებულებას. ერთს სჭირდება აღფრთოვანება, მეორეს სჭირდება მიზანი. ერთს სჭირდება ემოციური გადარჩენა, მეორეს სჭირდება რომ თავი საჭიროდ იგრძნოს. ეს ფუნქციონირებს მანამ, სანამ ერთი არ განვითარდება. შემდეგ უცებ ურთიერთობა იწყებს ბზარების გაჩენას იქ, სადაც არავინ ელოდა. რადგან გაცნობიერებულობა ანადგურებს არაცნობიერ კონტრაქტებს, სწორედ ამიტომ შეიძლება განკურნება სოციალურად საშიშად იგრძნობოდეს. როცა წყვეთ უპატივცემულობის ატანას, მანიპულატორები ეგოისტს გიწოდებენ. როცა წყვეთ საკუთარი თავის ზედმეტად ახსნას, დაუცველი ადამიანები დისტანციურს გიწოდებენ. როცა წყვეთ დასტურის ძიებას, ზოგიერთი საერთოდ კარგავს ინტერესს. არა იმიტომ, რომ უარესი გახდი, იმიტომ, რომ შენი როლი შეიცვალა. და ადამიანური ურთიერთობების უმეტესობა ბევრად უფრო მეტად როლებზეა დამოკიდებული, ვიდრე ამის აღიარება უნდათ. მხიარული მეგობარი, ძლიერი მეგობარი, მსმენელი, დამხმარე. იმ წამს, როცა წყვეთ შენი მინიჭებული როლის თამაშს, ადამიანები ისე რეაგირებენ, თითქოს უხილავი შეთანხმება დაარღვიე, რადგან ბევრ შემთხვევაში მართლა დაარღვიე. დამატერორებელი გაცნობიერება ის არის, რომ ძალიან ცოტა სურს სრული ავთენტურობა. სრული ავთენტურობა არღვევს სოციალურ კომფორტს. წარმოიდგინე ყველამ, რომ ღიად აღიაროს თავისი ეჭვიანობა, დაუცველობა, ვალიდაციის მოთხოვნილება, ფარული ცხენა, მიტოვების შიში, კონტროლის სურვილი. ურთიერთობების უმეტესობა ჩამოინგრეოდა პატიოსნების წონის ქვეშ. ასე რომ საზოგადოება გადარჩება ნაწილობრივი სიმართლით, ფრთხილად მართული ნიღბებით, ზრდილობიანი პერფორმანსებით და ორმხრივი არიდებით. და ადამიანი, რომელიც იწყებს ამის ნათლად დანახვას, ხშირად გადის უცნაურ ფსიქოლოგიურ ცვლილებას. ის წყვეტს ადამიანური ქცევით გაოცებას, რადგან საბოლოოდ ესმის მისი. მაგრამ ადამიანის ბუნების ზედმეტად ღრმად გაგება ქმნის საშიშ ცდუნებას, განცალკევებას, ანუ detachment. არა მშვიდ განცალკევებას, არამედ ციუს. ისეთ, სადაც იწყებ მანიპულაციის მოლოდინს სიკეთემდე, ეგოიზმის მოლოდინს ლოიალურობამდე, პერფორმანსის მოლოდინს გულწრფელობამდე. თავიდან ეს ინტელექტუალურად დამცავად იგრძნობა. შენს თავს ეუბნები, რომ ბოლოს და ბოლოს გაიღვიძე, რომ ეხლა ხედავ ადამიანებს ისეთებად, როგორებიც არიან, მაგრამ სწორედ აქ იგებს ბევრი იუნგს სრულიად არასწორად, რადგან სხვებში სიბნელის დანახვა მხოლოდ მოგზაურობის ნახევარია. ნამდვილი საშინელება იწყება მაშინ, როცა იგივე სიბნელეს საკუთარ თავში ამოიცნობ. ეს მომენტი ჩვეულებრივ ჩუმად მოდის. იჯერ საკუთარ თავს, რომ ქსიამოვნებს სხვისი მარცხი. ფარულად ვალიდაციას გრძნობ, როცა სხვა შენ გარშემო დაუცველი ხდება. აკავებ სითბოს კონტროლის აღსადგენად. თამაშობ თავდაჯერებულობას მაშინ, როცა შიშს მალავ. თამაშობ არ მადარდებს, რადგან ზრუნვა საშიშად იგრძნობა. და უცებ შენი საკუთარი იმიჯი, როგორც სხვებისგან განსხვავებულის, იწყებს კოლაფსს. ეს არის ჭრდილი, რომელზეც იუნგი გვაფრთხილებდა. არა ბოროტება, არამედ დამალული ადამიანურობა. საკუთარი თავის ის ნაწილები, რომლებიც განაცალკევე შენი იდენტობისგან, რადგან მიუღებლად მიგაჩნდა, ეჭვიანობა, გაჭირვება, ეგო, მანიპულაცია, სასტიკი ფანტაზიები, დომინირების სურვილი, გაღმერთების სურვილი, სხვებზე წინ დაყენების სურვილი. ადამიანების უმეტესობა მთელ ცხოვრებას ატარებს თამაშში, თითქოს ეს იმპულსები არ არსებობს. მაგრამ ლებრესია არ ანადგურებს სიბნელეს, ის მას ცოცხლად მარხავს და დამარხული რაღაცები გავლენას ახდენენ ქცევაზე ქვემოდან. სწორედ ამიტომ ადამიანები, რომლებიც მორალურად უპირატესად გამოიყურებიან, ზოგჯერ ფსიქოლოგიურად ყველაზე საშიშები არიან.
მათი ჩრდილი იმდენად უარყოფილი ხდება, რომ ის არაცნობიერად ჟონავს პასიური აგრესიის, ემოციური კონტროლის, განსჯის ან ფარული წყენის სახით. ადამიანის გონება უცნაურია. რაც უფრო სასუწარკვეთილად სჭირდება ვინმეს უდანაშაულოდ გამოჩენა, მით უფრო ფრთხილად უნდა დააგვირდე მას. რადგან ნამდვილი თვითშემეცნება ჩვეულებრივ ქმნის თავმდაბლობას და არასრულყოფილებას. ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდა თავის ჩრდილს, ხვდება რისი გაკეთება შეუძლია შესაბამის პირობებში. მას ესმის, რომ მორალი ხშირად ბევრად უფრო მკლიფია, ვიდრე საზოგადოება აღიარებს. მიეცი ადამიანს საკმარისი შიში, დამცირება, ძალაუფლება, მარტოობა ან სურვილი და ქცევების სწრაფად იცვლება. ისტორიამ ეს უკვე მრავალჯერ დაამტკიცა. ცივილიზებული ადამიანები ხდებიან სასტიკები იმაზე სწრაფად, ვიდრე წარმოუდგენიათ. ლოიალურები ღალატობენ, პატიოსნები იტყუებიან. კეთილები სხვებს დეჰუმანიზაციას უკეთებენ, როცა სოციალური დასტური ამას აჯილდოებს. ინდივიდების უმეტესობა არ არის სტაბილური იდენტობა. ისინი არიან ადაპტირებადი ფსიქოლოგიური პირობები და როგორც კი ამას გაიაზრებ, შენი მთელი აღქმა სიკეთესა და ბოროტებაზე ნაკლებად პრიმიტიული ხდება. წყვეთ კაცობრიობის გმირებად და მონსტრებად დაყოფას. იწყებ დაჭრილი ეგოების, არაცნობიერი შიშების, ფარული სურვილების, გადარჩენის ინსტინქტებისა და გადაუჯრელი სირცხვილის დანახვას. იწყებ ადამიანების, მათ შორის საკუთარი თავის, დანახვას ფსიქოლოგიურად ფრაგმენტირებულად. ეს გაცნობიერება არაკომფორტულია, რადგან ის ანადგურებს მორალურ ფანტაზიას. ფანტაზიას, რომ შენ ყოველთვის სწორად მოიქცეოდი. ფანტაზიას, რომ სიყვარული ავტომატურად ხდის ადამიანებს სუბთებს. ფანტაზიას, რომ მხოლოდ გაცნობიერებულობა ხდის ვინმეს სიბნელის მიმართ იმუნურს. ასე არ არის. გაცნობიერებულობა უბრალოდ გაძლევს არჩევას. უმეტესობა კონტროლდება პატერნებით, რომლებსაც არასოდეს იკვლევენ. მაგრამ ადამიანი, რომელიც უპირისპირდება თავის ჩრდილს, იწყებს ამ პატერნების შემჩნევას რეალურ დროში. მანიპულაციის სურვილს, ვალიდაციის ძიების სურვილს, უარყოფის გამო დასჯის სურვილს, კონტროლის შენარჩუნების სურვილს სიჩუმით, დანაშაულის გრძნობით ან დისტანცირებით. და პირველად, მათ ესმით რაღაც დამატერორებელი. ადამიანები ბევრად ნაკლებად რაციონალურები არიან, ვიდრე თავს აჩვენებენ. ქცევების უმეტესობა არის ემოციური გადარჩენა, შემოსილი ინტელექტუალურ ტანსაცმელში. ამ გაცნობიერების შემდეგ სამყარო უფრო ჩუმი ხდება. არა უფრო მშვიდი, უბრალოდ უფრო ჩუმი. წყვეთ მოლოდინს, რომ ადამიანები გახდებიან ისინი, ვისაც დაგპირდნენ. წყვეთ გაოცებას, როცა აღფრთოვანება იქცევა შურად, როცა ლოიალურობა იდრიგება წნეხის ქვეშ, როცა სითბოქრება ინწამს, როცა კომფორტი ქრება. და უცნაურია, მაგრამ ეს გაქცევს უფრო დაგვირვებულად, ვიდრე ემოციურად. ამჩნევ, როგორ სასუწარკვეთილად ცდილობენ ადამიანები საკუთარ თავთან დარჩენის არიდებას. ზოგი ამას აკეთებს ურთიერთობებით, ზოგი სტატუსით, ზოგი მუდმივი ხმაურით, ყურადღებით, ნივთიერებებით, მიღწევებით, სოციალური მედიით, დაუსრულებელი საუბრებით, დაუსრულებელი სტიმულაციით. ნებისმიერი რამ. ოღონდ არის ხდნენ მარტო საკმარისად დიდხანს იმისთვის, რომ ნათლად გაიგონონ საკუთარი გონების ხმა, რადგან სიჩუმე გაიძულებს დაპირისპირებას და დაპირისპირება დამატერორებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანმა მთელი თავისი იდენტობა გარე ვალიდაციის გარშემო ააშენა. კარლ იუნგმა ერთხელ თქვა: სანამ არაცნობიერს ცნობიერად არ აქცევ, ის მართავს შენ ცხოვრებას და შენ მას ბედისწერას დაარქმევ. უმეტესობა ვერასოდეს აცნობიერებს, მათი პიროვნების რამხელა ნაწილია ავტომატიზირებული. მათ გონიათ, რომ შეუყვარდათ, მაგრამ ხშირად მათ გაიმეორეს ბავშვობის მიჯაჭვულობის პატერნები. მათ გონიათ, რომ ხალხთან არ უმარქლებთ, მაგრამ არაცნობიერად ისინი მუდმივად ირჩევენ ნაცნობ ემოციურ დინამიკას. მათ გონიათ, რომ ყველა ღალატობს, მაგრამ ისინი აიგნორებენ ყოველ გამაფრთხილებელ ნიშანს, რადგან ფანტაზია უფრო უსაფრთხოდ იგრძნობა ვიდრე რეალობა. ადამიანები მხოლოდ ბედნიერებას არ ეძებენ, ისინი ეძებენ ნაცნობობას. მაშინაც კი, როცა ნაცნობობა მათ tkens. ამიტომ ბრუნდებიან ზოგიერთები მრავალჯერ ტოქსიკურ ურთიერთობებში, მანიპულაციურ მეგობრობებსა და მემოციურად მიუწვდომელ პარტნიორებთან. ტკივილი ნაცნობია და ნაცნობობა ქმნის ფსიქოლოგიურ კომფორტს. ეს არის ასევე მიზეზი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ადამიანები ცვლილებას ასე ძალადობრივად. ცვლილება ემუქრება იდენტობას. თუ ვინმე წლები გაატარა მსხვერპლის როლში, განკურნება საკუთარი თავის დაკარგვას გავს. თუ ვინმე თავისი ღირებულება იმაზე ააშენა, რომ სხვებს სჭირდებათ, საზღვრების დაწესება დამატერორებელია. თუ ვინმე გადარჩა კონტროლით, მოწყვლადობა აუტანელია. უმეტესობა არ იცავს სიმართლეს. ისინი იცავენ იდენტობის სტრუქტურებს.
და როგორც კი ამას გაიგებ, წყვეტ გარკვეული ქცევების პერსონალურად მიღებას, უპატივცემულობას, პროექციებს, манипуляციას, ემოციურ არათანმიმდევრულობას. ამის უდიდესი ნაწილი სინამდვილეში შენზე არასოდეს ყოფილა. შენ უბრალოდ გაააქტიურე მათი ის გადაუჭრელი ნაწილები, რომელთან დაპირისპირებასაც ისინი სასოწარკვეთილად გაურბოდნენ. ზოგჯერ შენი თავდაჯერებულობა ვიღაცას თავის დაუცველობას ახსენებს. ზოგჯერ შენი დამოუკიდებლობა ემუქრება ვიღაცის კონტროლს. ზოგჯერ შენი ზრდა აშიშლებს სხვა ადამიანის სტაგნაციას და საკუთარ თავთან დაპირისპირების ნაცვლად ისინი ფსიქოლოგიურად შენ გსჯიან. არა ყოველთვის ღიად, ხანდახან ფარული უკანდახევით, პასიური აგრესიით, აგდებული იუმორით, შეკავებული მხარდაჭერით, ენერგიის ცვლილებით, პატარა ემოციური დასჯებით, რომელთა სხვისთვის ახსნაც თითქმის შეუძლებელია, მაგრამ შენ მათ გრძნობ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შენი აღქმა ბასრდება, იმიტომ რომ გაცნობიერებულობა ცვლის იმას, თუ როგორი გრძნობა ადამიანური ინტერაქცია შენს სხეულში. იწყებ დაძაბულობის შეგრძნებას ზრდილობის მიღმა, კონკურენციის შეგრძნებას შექების მიღმა, ცხენის შეგრძნებას მეგობრულობის მიღმა, სოციალური ნიღაბი გამჭვირვალე ხდება და ეს გამჭვირვალობა შეიძლება იზოლირებული გახდეს თუ ფრთხილად არ იქნები, რადგან საბოლოოდ ჩნდება საშიში ფიქრი, თუ ყველა ნიღაბს ატარებს, რეალური კავშირი საერთოდ არსებობს? ეს კითხვა გონებაში შხამივით ზის. ზოგიერთი ცინიკული ხდება ამ ეტაპის შემდეგ, ცივი, ემოციურად მიუწვდომელი. ისინი არწმუნებენ საკუთარ თავს, რომ ნდობა სისუსტეა და განცალკევება ინტელექტი. მაგრამ იუნგს რაღაც უფრო ღრმი სჯეროდა. მიზანი არასოდეს ყოფილა გულუბრყვილო ან ცინიკური გახდომა. მიზანი იყო ცნობიერი გახდომა. ადამიანის ბუნების ნათლად დანახვა ისე, რომ ამ პროცესში საკუთარი ადამიანურობა არ დაკარგო და ეს ბალანსი ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე ხალხს გონია, რადგან როგორც კი ჭეშმარიტად დაინახავ რეალობას, შენ ვეღარასოდეს დაბრუნდები სრულად ილუზიაში. იწყებ იმის გაგებას, თუ რატომ იგრძნობა ზოგიერთი საუბარი მოულოდნელად სარიელად, რატომ იგრძნობა ზოგიერთი რიმილი ნავარჯიშებად, რატომ უყვარს ზოგიერთ ადამიანს შენი მხოლოდ ის ნაწილები, რომლებიც მათთვის მომგებიანია და რატომ იბრძვის სადღაც ღრმად, თითქმის ხველა, საკუთარ პირად ფსიქოლოგიურ ომს, რომელსაც ხმამაღლა იშვიათად აღიარებს. მაგრამ ალბათ ყველაზე ბნელი გაცნობიერება ეს არის. ნიღბები არასოდეს ყოფილა პრობლემა. პრობლემა იყო იმის დაჯერება, რომ ისინი მუდმივი იყო. ადამიანები კონფლიქტურები არიან. უნარი აქვთ სიყვარულის და манипуляციის, ლოიალურობის და ღალატის, თანაგზნობის და სისასტიკის, ზოგჯერ ერთი და იმავე საათის განმავლობაში. და ალბათ სიმწიფე იწყება ზუსტად იმ წამს, როცა წყვეტს სრულყოფილი ადამიანების ძებნას და იწყებ ადამიანების ისეთებად დანახვას, როგორებიც სინამდვილეში არიან. ფრაგმენტირებულები, დაჭრილები, მოთამაშეები, შეშინებულები. მათ შორის შენი თავიც. რადგან ის დღე, როცა წყვეტ ადამიანების რომანტიზებას, არის ის დღე, როცა წყვეტ მათ საჭიროებას შენს გონებაში არსებული ფანტაზიის დასასრულებლად. წყვეტ რეალობის ხვეწნას, რომ გახდეს იმაზე რბილი, ვიდრე არის. და უცნაურია, მაგრამ სწორედ მაშინ ხდება შენი ხედვა ნათელი პირველად. არა ოპტიმისტური, არა პესიმისტური, უბრალოდ ნათელი. და სიცხადე ცვლის იმას, თუ როგორ დადიხარ ამ სამყაროში. ხდები უფრო ნელი ნდობაში, მაგრამ უფრო ღრმა, როცა ენდობი. უფრო რთული სამანიპულაციო, მაგრამ უფრო გულწრფელი, საკუთარ თავთან. ნაკლებად დამოკიდებული ყურადღებაზე, ნაკლებად ჰიპნოზირებული შარმით, ნაკლებად მზად მიატოვო შენი ინტუიცია მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაც ახლოს შეინარჩუნო. რადგან ახლა შენ გესმის ის, რის არიდებასაც ადამიანების უმეტესობა მთელ ცხოვრებას ანდომებს. ყველაზე დიდი საფრთხე არასოდეს ყოფილა ის, რომ ადამიანებს შეეძლოთ შენი მოტკუება. საფრთხე ის იყო, რომ შენს მარტოობას, სურვილს, იმედსა და პროექციებს შეეძლოთ შენი მოტკუება პირველად. და როგორც კი ამას გაიგებ, ადამიანის ბუნება წყვეტს შოკის მომგვრელად ყოფნას. ის უბრალოდ ადამიანური ხდება. თუ ამ სიტყვებმა გაიძულა გაგიაზრებინა რაღაც არაკომფორტული ადამიანებზე ან საკუთარ თავზე, გამოიწერე ფიორი. წინ კიდევ უამრავი აღმოჩენა გელოდება. შეგხვდები ჭრდილში.